მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუბრებთ კვლევაზე, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგვიკეთებია. ეს არის ეხოსკოპია, იგივე ულტრასონოგრაფია. ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი ნათია კპილაშვილი. გამარჯობა ნათია, ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან. რა არის რეალურად ეს პროცედურა, რატომ ვიტარებთ, რატომ არის ასეთი ხშირი და ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის? მოგესალმები მარიამ, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემას ეხები, რადგან ულტრასონოგრაფია ეს არის დიაგნოსტიკური კვლევის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც იყენებს მაღალი სიხშირის ბგერით ტალღებს ორგანიზმის შიდა სტრუქტურების გამოსახულების მისაღებად. ბგერითი ტალღები ეს არის გრძივი ტალღები, რომელიც ვრცელდება მატერიაში და არ ვრცელდება ვაკუუმში. მისი სიხშირი აღემატება ადამიანის სმენის დიაპაზონს, ანუ დიაგნოსტიკაში ძირითადად გამოიყენება 2-დან 15 მეგაჰერცამდე სიხშირის ტალღები. ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორც პაციენტებისთვის ცოტათი გაუგებარი და უცხო. ამიტომ მოდი ვცადოთ მათთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ რეალურად რაში გვეხმარება ეს კვლევები. როგორც სხვა რადიოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ასევე ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს ძალიან ბევრი მითი თუ რეალობა, რაც რა თქმა უნდა ამცირებს ამ კვლევების ჩატარების პროცენტულობას. ჩვენი ესე რომ ვთქვათ, მიზანია, რომ გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია და პაციენტები მივიდნენ და ჩაიტანონ სკრინინგული კვლევები. ხშირად ამბობენ ხოლმე ესეთ რადიკალურ წინადადებას, რომ ეხოსკოპია ასხივებს. რამდენად ეთანხმები ამ მოსაზრებას? ეს მოსაზრება რა თქმა უნდა მცდარია, რადგანაც ულტრასონოგრაფია რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან განსხვავებით არ იყენებს მაიონიზირებელ გამოსხივებას. ის დაფუძნებელია მხოლოდ მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების გამოყენებაზე, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო და უნებელი არის ადამიანისთვის. ანუ შეგვიძლია რადიკალურად ვთქვათ, ამაზე პასუხად, რომ საზიანო არ არის. რა თქმა უნდა არ არის საზიანო, როდესაც აპარატი აგზავნის მაღალი სიხშირის ბგერით ტალღებს ორგანიზმის მიმართულებით, ისინი აირეკლებიან სხვადასხვა ორგანოებიდან და სისტემებიდან და რა თქმა უნდა იწვევს მიკროვიბრაციას, ანუ დაბალი ამპლიტუდის რხევებს წინა უკანა მიმართულებით. მაგრამ ეს იმდენად მცირეა ეს მოძრაობა, რომ მას ადამიანი ვერც კი აღიქვამს. ასე რომ აბსოლუტურად უნებელი არის ადამიანისთვის, ამიტომაც გამოიყენება მრავალჯერადად იმ პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ მრავალჯერადად ამის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში და ბოლოს ორსულებში ნაყოფის განვითარების მონიტორინგისთვის. ალბათ ადამიანებისთვის ძალიან უცხოა და ასევე საოცარი, რომ ეს არის ხმის ბგერა და ხმის ბგერით ვიღებთ ჩვენ ამ გამოსახულებას, რაც ესე გვეხმარება. დიახ, ეს არის მხოლოდ მაღალი სიხშირის ხმის ბგერა, რომელიც ცდება ადამიანის სმენის დიაპაზონს და მხოლოდ ხმის ბგერების გადაცემით და მათი არეკლით ვღებულობთ ადამიანის შიდა ორგანოების სტრუქტურულ გამოსახულებას. როდესაც ჩვენ ვიტარებთ ამ კვლევას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი კვლევის წარმართვის პროცესში არის გელი, რომელიც არის საკმაოდ არასასიამოვნო. სხეულზე გვასხამენ ამ გელს და ამ გელის საშუალებით იმართება უკვე ეს ულტრასონოგრაფიის პროცესი, ხო? თუ არის შესაძლებლობა, რომ საერთოდ ავირიდოთ დაუშვათ ამ გელის გამოყენება, ან თუ არ არის, რაში გვეხმარება ეს გელი როგორც რადიოლოგებს? სამწუხაროდ მარიამ, გელის არიდება თავიდან არ შეგვიძლია, რადგანაც ულტრასონოგრაფიაში გამოსახულების მიღება დაფუძნებულია იმაზე, თუ რამდენად აირეკლავს და შთანთქავს ესა თუ ის ქსოვილი მაღალი სიხშირის ბგერებს. ჰაერი ცუდად შთანთქავს, თითქმის მთლიანად ირეკლავს ულტრაბგერით ტალღებს და ამიტომ, რადგან არ უნდა მძიმედ დავაჭიროთ სენსორი კანის ზედაპირზე, კანსა და სენსორს შორის აუცილებლად ჩნდება ჰაერის ის მინიმალური რაოდენობა და ეს აფუჭებს გამოსახულებას. გელი ავსებს ამ მინიმალურ სივრცეს სენსორსა და კანს შორის, ის ქმნის ეგრეთ წოდებულ აკუსტიკურ ხიდს სენსორსა და კანს შორის და რა თქმა უნდა ეს აუჯობესებს გამოსახულებას. გარდა ამისა, აქ მექანიკური ფაქტორიც არის, გელი გვეხმარება სენსორის სრიალში კანზე და ეს ექიმისთვის უფრო კომფორტულია, რომ სწრაფად და ზუსტად დაათვალიეროს შინაგანი ორგანოები. საინტერესოა ძალიან. ვინაიდან კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს, რენტგენის დროს, MRI-ის დროს არ ვიყენებთ ჩვენ უშუალოდ კანი-კანთან კონტაქტს, რაც ნიშნავს, რომ ფიზიკურად არ ვეხებით პაციენტს, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ადამიანებსაც გაუჩნდებათ კითხვა. მაშინ რას ხედავს ულტრასონოგრაფია? რატომ არის ის ასეთი პრივილეგირებული ყოველდღიურ გამოკვლევის მეთოდებში? ვინაიდან ფიზიკურად ვეხებით უშუალოდ ადამიანებს კვლევის დროს? ულტრასონოგრაფია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან ფართოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომი მეთოდია და გარდა ამისა ძალიან დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს, იმიტომ რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად ხედავს მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს. ძალიან კარგად შეიძლება მისი საშუალებით ფარისებრი ჯირკვლის ძუძუ სტრუქტურული შეფასება. მნიშვნელოვანი არის ეხოკარდიოგრაფიაში, რადგანაც ულტრასონოგრაფიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გულის არა მარტო სტრუქტურული შეფასება, არამედ მისი ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას. ფართოდ გამოიყენება
მიანობა გინეკოლოგიაში, გარდა ამისა მნიშვნელოვანი არის აუცილებელი უნდა ვახსენოთ, გამოიყენება ორსულობის დიაგნოსტიკაში და ნაყოფის განვითარების მონიტორინგში იცით რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს ულტრასონოგრაფიას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძვლის სტრუქტურა იმდენად უშლის ხელს ულტრასონოგრაფიის კვლევას, რომ მაგალითად თავის ტვინის გადაღება თუ გვინდა, ვერ გავიკეთებთ ულტრასონოგრაფიას? რა თქმა უნდა, ძვალი მიეკუთვნება იმ სტრუქტურას და ქსოვილს, რომელიც არ შთანთქავს მაღალი სიხშირის ბგერის ტალღებსა და მთლიანად აირეკლავს ამ ბგერებს. ამიტომ ძვლის შიდა სტრუქტურების დათვალიერება და ძვლის მიღმა სტრუქტურების დათვალიერება ულტრასონოგრაფიით შეუძლებელი ხდება. თუმცა ახალშობილებში გვაქვს ჩვენ ულტრასონოგრაფიული ფანჯარა, ეგრეთ წოდებული ყიფლინბანდი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ტვინის შიდა სტრუქტურების დათვალიერება. აქედან გამომდინარე მიჩნდება კითხვა, შესაბამისად არც ფილტვის ქსოვილის დათვალიერება შეგვეძლება, არც ჰაერით გადავსებული ნაწლავების დათვალიერება შეგვეძლება. იცი მარიამ რა არის, როგორც სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებს, ულტრაბგერასაც თავისი შეზღუდვები აქვს და ამ შეზღუდვებში შედის ზუსტად ეს ჰაერის სავსე სტრუქტურები, ძვლის შიდა სტრუქტურები, ჰაერი და ძვალი არის ის სტრუქტურები, რომლებიც აირეკლავს ბგერებს და არ ხდება, ამიტომ თქვათ ჰაერით სავსე ნაწლავის დათვალიერება, ძვლის შიდა სტრუქტურების დათვალიერება და ერთგვარი ხელის შემშლელი ფაქტორებიც არის, მაგალითად მუცლის ორგანოების კვლევის დროს ნაწლავი ძალიან გადაბერილი ნაწლავი ხელს გვიშლის ინტერპრეტაციაში. ასევე არსებობს ერთ-ერთი მითი, რომელიც მოიცავს იმას, რომ ექიმმა თუ ვერ დაინახა, ანუ პათოლოგია არ არსებობს. ეს რამდენად სწორია? ეს არის მითი, იმიტომ რომ ისევე როგორც სხვა დიაგნოსტიკურ მეთოდებს, ულტრაბგერაშიც არის შეცდომის დაშვების ალბათობა, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის უნდა გამოყვათ აუცილებლად პირველ რიგში ტექნიკური ფაქტორი, ძალიან ბევრი არის დამოკიდებული აპარატის ხარისხზე, სენსორის ტიპზე, გარდა ამისა აქ არის ადამიანური ფაქტორიც, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ექიმის გამოცდილებაზე. პაციენტზეც არის დამოკიდებული პაციენტის აგებულება, გარდა ამისა ჭარბწონიან პაციენტებში ვიზუალიზაცია გართულებული არის, იმიტომ რომ ცხიმი ზღუდავს ბგერის გატარებას და შესაბამისად ვიზუალიზაციაც არის გაუარესებული. გარდა ამისა არის ისეთი სწრაფი გადაუდებელი შემთხვევები, როდესაც დრო არის ძალიან ცოტა და სიჩქარე ხელს უშლის დიაგნოსტირებას და ვიზუალიზაციას. მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რომელიც განაპირობებს შეცდომების დაშვებას ამ მეთოდში. სავარაუდოდ, როდესაც გადაუდებელი შემთხვევებია, პირველ რიგში ალბათ სისხლის ნაკადს ამოწმებენ და ამიტომ პირველი ყურადღება რაღაც კონკრეტულ საკითხზე ქცევ. და აქ მნიშვნელობა ენიჭება მარტო ვიზუალურ მხარეს არა, რა თქმა უნდა, კლინიკურ მონაცემებს და უნდა ვიცოდეთ წინასწარ რას ვეძებთ, როდესაც ნებისმიერი დიაგნოსტიკური მეთოდი ესე არის, როდესაც ვიწყებთ კვლევას და ვაკეთებთ რაიმეს დიაგნოსტირებას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კლინიკური ფაქტორები, რას ვეძებთ და შესაბამისად უნდა ვაწარმოოთ კვლევა. როგორც ვიცით, ხანდაზმულ პაციენტებში ძალიან ხშირად გამოყენებადი კვლევა არის დოპლერი. ეს ტერმინი თვითონ საკმაოდ ცნობილია, ვინაიდან სისხლის ნაკადს ვამოწმებთ ამ კვლევის მეშვეობით. რას გვაძლევს ეს კვლევა და რატომ არის ასეთი აუცილებელი? დოპლერი ეს არის ულტრაბგერითი კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც სწავლობს სისხლში სისხლის ნაკადს, აფასებს სისხლში სისხლის ნაკადს. თვითონ ეს ტერმინი მოდის ავსტრიელი ფიზიკოსისაგან, კრისტიან დოპლერისაგან, რომელმაც შეიმუშავა და შეისწავლა დოპლერის ეფექტი. დოპლერის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ მოძრავი ბგერის ტალღა ცვლის ბგერის სიხშირეს. შემდეგ აპარატი ითვლის ამ სიხშირის ცვლილებას და ამის საშუალებით ჩვენ ვგებულობთ სისხლში სისხლის მოძრაობის სიჩქარეს და მიმართულებას. მნიშვნელოვანია, რადგანაც დოპლერის საშუალებით ჩვენ ვამოწმებთ არტერიების და ვენების გამავლობას, მასში სტენოს, თრომბების არსებობას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და გავრცელებული პათოლოგია საზოგადოებაში არის იშემიური ინსულტი. ხანდაზმულებში ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ხშირი არის ეს პათოლოგიური პროცესი. როგორ შეგვიძლია რომ ვთქვათ, ეს რისკს ამცირებს დოპლერის გადაღება? რა თქმა უნდა, ამცირებს რისკს, იმიტომ რომ დოპლერის მეთოდის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ სიძარღვის შევიწროების ხარისხი. ამაზე არის დამოკიდებული შემდეგ მკურნალობის ტაქტიკა, თუ რამდენად შევიწროებული არის სისხლძარღვი, რამდენად არსებობს მასში კედლისამყოლი თრომბები და როგორი არის ამ სისხლძარღვის გამავლობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამცირებს რისკს იშემიური ინსულტების განვითარებისა. ეხოსკოპიის ირგვლივ ასევე ერთი რადიკალური მითი კიდევ ტრიალებს, რომელიც გულისხმობს, რომ ეხოსკოპია ავრცელებს კიბოს.
კიბო, როგორც ვიცით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში არის კაცობრიობის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტერმინი. როგორ შეგვიძლია ამას შევეხოთ? რა თქმა უნდა, ეს არის მითი, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ეხოსკოპია არ ასხივებს, ეხოსკოპია არ იყენებს მაიონიზირებელ რადიაციას, ის იყენებს მხოლოდ უვნებელ მაღალი სიხშირის ბგერით ტალღებს. ეს ბგერითი ტალღები არ ცვლის უჯრედის გენეტიკურ მასალას, არ იწვევს მუტაციას და აქედან გამომდინარე აზრდის კიბოს რისკს. როგორც ვიცით, ეხოსკოპიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა გადაუდებელ მედიცინაში უახლესი წარსულის განმავლობაში. რა შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით, რომ თქვათ, ვინაიდან ადრე იყო, რომ ისეთ ადგილას, სადაც შეუძლებელი იყო კვლევის ჩატარება, დღეს უკვე შეძლებადი გახდა, ხომ? პორტატული აპარატის მეშვეობით, რომელიც ეხოსკოპიის ერთ-ერთი ტიპია. პორტატული აპარატი ეს არის მოწყობილობა, რომელიც მოსახერხებელია გადასატანად და შეიძლება პორტატული აპარატის საშუალებით კვლევა ჩავატაროთ არა მარტო სტაციონარულ კაბინეტში, არამედ მაგალითად პაციენტის საწოლთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, საველე პირობებში, სოფლის ამბულატორიაში და ასე შემდეგ. ანუ პორტატული აპარატის უპირატესობა ეს არის მოძრაობის თავისუფლება და სწრაფი დიაგნოსტირება. იქ სადაც არ გვაქვს სტაციონარული აპარატები. ანუ დაუშვათ ადრე, როდესაც ხდებოდა, რომ პაციენტის მიყვანა გვჭირდებოდა კლინიკაში ამ კვლევისთვის, ახლა პირიქით შეგვიძლია კლინიკა მივიტანოთ პაციენტთან ესე რომ. რა თქმა უნდა, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ჩავატაროთ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა პორტატული მოწყობილობის საშუალებით. ანუ სავარაუდოდ სისხლდენის შესაფასებლად გვჭირდება, ხო, ალბათ უმეტესად ეს. გააჩნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვჭირდება აქტიური სისხლდენის შესაფასებლად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობა და 3D და 4D გამოსახულება, რომელმაც საკმაოდ გაამარტივა ნაყოფის ხედვა და ასევე ზუსტ დიაგნოსტირების საშუალებას გვაძლევს ნაყოფთან დაკავშირებით. ამაზე რას გვეტყვით? მარიამ, ძირითადად დიაგნოსტიკურ რუტინაში, ეხოსკოპიური კვლევების დიაგნოსტიკურ რუტინაში გამოიყენება 2D რეჟიმი, რომელიც გვაძლევს ორგანზომილებიან ბრტყელ გამოსახულებას და საშუალებას გვაძლევს ორგანოების სტრუქტურა და ზომების შევაფასოთ. რაც შეეხება 3D გვაძლევს სამგანზომილებიან მოცულობით სურათს. 3D რეჟიმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უფრო დეტალურად შევაფასოთ რაიმე სტრუქტურის ზედაპირი და ფორმა და ფართოდ გამოიყენება მაგალითად ნაყოფის სახის დასანახად. 4D ეს არის მოცულობითი სურათი მოძრაობაში და ის საშუალებას აძლევს ექიმს ან მშობელს დაინახოს ნაყოფის მოძრაობა, იხილოს ნაყოფისა და ან მისი ცალკეული ნაწილების, მაგალითად ხელებისა და ფეხების მოძრაობა. მოკლედ 2D-ს აქვს ძირითადად დიაგნოსტიკური ღირებულება, ხოლო 3D და 4D ძირითადად ვიზუალური კომფორტისთვის არის შექმნილი. როდესაც ვართ პაციენტი და გვინდა მივიდეთ კლინიკაში და გავიკეთოთ ეხოსკოპია. ეს იქნება ორსული ვართ, თუ რაიმე კონკრეტული სიმპტომი გვაწუხებს, როგორ მოვემზადოთ კვლევამდე? რას გვირჩევთ, რომ გავითვალისწინოთ კვლევამდე, რომ თქვენთვისაც გავამარტივოთ პროცესი და უფრო ვიზუალური მხარე კარგად იყოს წარმოჩინებული და ასევე ჩვენთვისაც, რომ მეორედ არ მოგვიწიოს დაუშვათ კლინიკაში მისვლა. ძალიან კარგი შეკითხვაა, რადგანაც მომზადების სახე დამოკიდებული არის კვლევის ტიპზე. მაგალითად, მუცლის ორგანოების დათვალიერების შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება, თუ თავს შევიკავებთ მავნე გაზების წარმომქმნელი საკვებისაგან. გარდა ამისა, მაგალითად, ნაღლის ბუშტის დათვალიერების შემთხვევაში აუცილებელია, რომ 6-8 საათის განმავლობაში ვიყოთ მშიერი, იმიტომ რომ ნაღლის ბუშტი იყოს სავსე და დეტალურად მოხდეს მისი სტრუქტურული შეფასება. თუ გვინდა მაგალითად საშვილოსნოს საკვერცხლების აბდომინალური დათვალიერება, ამ შემთხვევაში შარდის ბუშტი უნდა გქონდეს სავსე, იმიტომ რომ შარდის ბუშტი ქმნის იმ აკუსტიკურ ფანჯარას, რომელიც აუცილებელი არის საშვილოსნოსა და საკვერცხლების დეტალური შეფასებისთვის. მოკლედ, აქედან გამომდინარე, მომზადების სახე დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა კვლევის ჩატარება გვინდა. ანუ ჩვენივე ანამნეზზე არის დამოკიდებული და რა გვაწუხებს, რა სიმპტომი გვაწუხებს, ხო? და რისი გამოკვლევა გვსურს. დიახ, ეს პოდკასტი ჩემი აზრით მაგაშიც დაეხმარება ადამიანებს, რომ მომზადებული მივიდნენ უფრო კვლევაზე და ასევე გარკვეულწილად დირექციებსაც მივცემთ, რა ტიპის კვლევა უფრო ხელმისაწვდომია და ხელსაყრელია. ვინაიდან, როგორც ვიცით, საზოგადოებას ახასიათებს თვითმკურნალობა. თვითონ უნიშნავენ საკუთარ თავს გარკვეულ კვლევებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოდკასტი დაეხმარებათ მათ, რა კვლევაც სჭირდებათ ის გაიკეთონ და ჩაიტარონ. ასევე აუცილებლად მინდა შევეხოთ დასკვნებს. ჩვენ ვიცით, რომ ტერმინები, რომლებსაც ჩვენ დასკვნებში ვიყენებთ, ძირითადად გაუგებარი რჩება ხოლმე პაციენტებისთვის და ყოველთვის გვირეკავენ, გვეკითხებიან, რომ აი ეს რას ნიშნავს მაგალითად, ეს ტერმინი რას გულისხმობს. რა შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ვთქვათ? რატომ არის ასეთი რთულად გასაგები პაციენტისთვის რადიოლოგიური დასკვნა? ულტრასონოგრაფიაში ძირითადი ტერმინები, რაც გამოიყენება, ეს არის ჰიპოექოგენური
ანექოგენური, ჰიპერექოგენური და ეს დამოკიდებული არის იმაზე, თუ ესა თუ ის ქსოვილი როგორ აირეკლავს და შთანთქავს ბგერით ტალღებს. მაგალითად, ჰიპერექოგენულს ხმარობთ იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის სტრუქტურა მთლიანად აირეკლავს ბგერით ტალღებს, არ ხდება მათი შთანთქმა და ის გამოსახულებაში ჩანს როგორც თეთრი. მაგალითად, ეს ტერმინს ხმარობთ კენჭის შემთხვევაში, კალციფიკატის შემთხვევაში. ჰიპოექოგენური ნიშნავს, როდესაც ესა თუ ის ქსოვილი ან სტრუქტურა ცუდად ირეკლავს ბგერით ტალღებს და ის გამოსახულებაში ჩანს როგორც ნაცრისფერი ჩრთილის ფერის სახე და ის შეიძლება ასახავდეს რაიმე ინფექციურ ანთებით პროცესს, შეიძლება გარკვეული სახის სიმსივნური წარმონაქმნებიც გამოვხატოთ ამ ტერმინით. თუმცა ჰიპოექოგენური ყოველთვის არ ნიშნავს პათოლოგიას, ის შეიძლება ასახავდეს ნორმალურ ანატომიურ სტრუქტურასაც. ხმარობთ ანექოგენური შემთხვევაში ეს გულისხმობთ ისეთ სტრუქტურას, რომელიც საერთოდ არ აირეკლავს ბგერით ტალღებს და მთლიანად შთანთქავს. ეს ხდება მაგალითად სითხის სავსე უბნების შემთხვევაში და ის გამოსახულებაში ჩანს როგორც შავი. ასე რომ ეს ტერმინები დამოკიდებული არის ბგერითი ქსოვილის მიერ ბგერითი ტალღების არეკლვაზე და შთანთქვაზე და ყოველთვის პათოლოგიას არ მიუთითებს. მიუთითებს ზოგჯერ ნორმალურ ანატომიურ სტრუქტურასაც. ვინაიდან მასიური შიში და ფობია გვაქვს წარმონაქმნების მიმართ, ყოველთვის უცხო ტერმინი გვგონია, რომ გულისხმობს წარმონაქმნს. ამიტომ კარგია თუ ამ ტერმინებს განვმარტავთ, რას გულისხმობს, რომ პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, არ ვინერვიულოთ. მაგრამ დასკვნები ექიმებისთვის არის ძირითადად თუ პაციენტებისთვის? იცით რა არის დასკვნები ძირითადად იწერება ექიმებისთვის, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ და პაციენტების უგულველყოფას ვერ მოვახერხებთ. ამიტომ, როდესაც ვწერთ ანექოგენური, ჰიპოექოგენური, ჰიპერექოგენური, ექიმმა ყოველთვის უნდა მიუთითოს, რა ქსოვილზე საუბრობს და რაზე არის ლაპარაკი. მაგალითად, უკეთესია ჰიპერექოგენულს, როდესაც ვახსენებთ, მიუთითოთ, რომ ეჭვი არის მაგალითად კონკრემენტზე, მაღალი სიმკვრივის რაღაც უბანზე და ასე შემდეგ, რომ ეს პაციენტისთვისაც გასაგები იყოს. Absolutურად გეთანხმებით. ჩემი აზრითაც პაციენტებისთვის ხშირ შემთხვევაში გაუგებარია ეს ტერმინოლოგია და ამიტომ ყოველთვის ჩნდება კითხვა. ასევე რა თქმა უნდა აქ შემოდის პრობლემა, რომ რადიოლოგი არ ჩანს ძირითადად პირველ პლანზე, ყოველთვის უკანა პლანზეა, მაგრამ ეხოსკოპიის შემთხვევაში ეს განსხვავება გვაქვს კატესა და MRI-ს ან რენტგენს შორის, რომ ეხოსკოპიას უშუალოდ ექიმი ატარებს, ამიტომ შენ პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს ექიმთან. და ის პირდაპირ გიხსნის პათოლოგიური პროცესის არსებობის შესახებ, რა შემდეგი ნაბიჯებია გადასარგმელი და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ხრივაც ძალიან კომფორტულია, ხო? რა თქმა უნდა, კომფორტულია არა მარტო პაციენტისთვის, ექიმისთვისაც კომფორტული არის, რომ შენ უშუალო კონტაქტი გაქვს პაციენტთან და კვლევის მომენტში შეიძლება ჩაეკითხო, შენთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვა და შენთვის ინფორმატიული, შენთვის საინტერესო ინფორმაცია, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო პაციენტისაგან. პირდაპირ რეჟიმში და არა პირდაპირ რეჟიმში, რა თქმა უნდა. რაც ასევე ალბათ ამცირებს შეცდომის დაშვების რისკს, არა? დიახ, იმიტომ რომ ისევ როგორც სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებს, აქაც მარტო ვიზუალური ეფექტი და გამოსახულების მიღება ბევრს არ ნიშნავს, ეს აუცილებლად უნდა იყოს გამტკიცებული კლინიკური მონაცემებით, პაციენტის ჩივილებით და სხვადასხვა საშუალებებით. დასკვნის სახით რა შეგვიძლია ვთქვათ? მოკლედ რომ ვთქვათ პრივილეგიებზე, რაც ეხოსკოპიას ახასიათებს და რა შემთხვევაში ვიყენებთ ამ კვლევას პირველ რიგში. მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ ულტრასონოგრაფია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფართოდ გავრცელებული და რაც ჩემი ეს აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის, ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდი ადამიანებისთვის, ამიტომაც არის, რომ ძალიან ხშირად მიმართავენ კვლევის ამ მეთოდს, ძალიან დიდი ინფორმაციას გვაძლევს შინაგანი ორგანოების სტრუქტურული შეფასებისთვის, ძალიან დიდი ინფორმაციას გვაძლევს ეხოკარდიოგრაფიაში, ორსულობის დიაგნოსტირებაში, ორსულებში დაყოფის მონიტორინგისთვის, ამიტომ ძალიან ფართოდ გავრცელებული არის. გარდა ამისა, უპირატესობა ის არის, რომ არ იყენებს მაიონიზირებელ რადიაციას, იყენებს მისი პრინციპი დაფუძნებელი არის უნებელ მაღალი სიხშირეს ბგერით ტალღებზე მხოლოდ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ. ასევე მინდა ხაზი გაუსვათ, რომ ეს არის უმტკივნეულო მეთოდი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი რადიოლოგიური კვლევა. რა თქმა უნდა, არის უმტკივნეულო, არაინვაზიური, არ გვჭირდება ნემსი, ჭრილობა და დისკომფორტი არის მინიმალური.
ძალიან დიდი მადლობა ნათია სტუმრობისთვის. ჩემი აზრით საკმაოდ ინფორმატიული და ასევე საინტერესო იყო ეს თემა პაციენტებისთვის, ვინაიდან როგორც ვიცით, ხშირად არის ხოლმე, რომ ინფორმაციის უქონლობის გამო პაციენტები ან არ იკეთებენ კვლევებს, რომლებიც სჭირდებათ სიმპტომის დასადგენად, ან იკეთებენ არასწორ კვლევას. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და ამ თემაზე საუბრისთვის. თქვენ კი მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. კვირდებით ძალიან საინტერესო თემებს შემდეგ სესიებში, იყავით აქტიურები, დაგვიწერეთ კომენტარები, დასვით კითხვები, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხები გავცეთ.